Სამი ძმდებო სულ მინდოდა რომ ძაღლებს და კატებს მივსალმებოდი და აი ზღკეტბო და აგერ ვარ ძაღლ ჩვენი სტუმარია ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ჩვენი მტრისა იყოს უკანასკნელად რაბ ანა რომელიც რომ მამა-პაპადგან მომენიჭა ხო და ძალიან აი ხსუხტუნავ და აუ პირველად რა მაგალითად ტელევიზიაში ვარ რომ ეგრე იქონა რა აქ რაღაცები ვანახეთ ძალიან გაუხარდა აუ როგორ იყო იცი რომ შემოვედი რა ბანო იმენა გადაგვარჩინეო დღეს ვიდეო დასადები გვაქვს და აი ხა უცებო მოჯექიო ამ იმას და უბრალოდ უყვარს ესე ხალხთან რაღაცა პლუსების დაწერა არ მიაქციოთ მეგობრებო ყურადღება რაც შეეხება გადაცემას დღეს ჩვენ გამოვიცნობთ აქ რა პროდუქცია იქნება წესებს რა თქმა უნდა מחარა აგვიხსნის მადლობა რა თქმა უნდა რომ მომიწვია თავის არხზე ჩემთვის ძალიან ესეთი ემოციური მომენტია ნამდვილად რომ რადგან ეს ადამიანი იყო ვის გამოც მე YouTube-ი ესე აქტიურად დავიწყე. აუ რაბან მასავე ხა მესმიდა. რაბან არის ეს ადამიანი? რამდენი ერთადერთი გაჟღერდება ამ ვიდეოში და დავითვალო. ერთ-ერთი ადამიანია, ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მართლა ის სტუდენტი ხო ბევრი მოდიან ხოლმე რაღაცა კალათოს პატივს და რაღაცა რაბან არის, აი რომელსაც იმენა მიუყვები და მინდა რომ ბევრ წარმატებას მიაღწიოს რა, აი მართლა უწრფელი ადამიანია. ახლა პირდაპირ გეტყვი რომ მარტო სიტყვები არ არის საკმარისი რაღაცეები იქნებ სხვანაირადაც მომეხმარო მართლა ის სპონსორებს რომ რაბანაში ჩადებული ფული არის ყველაზე კარგი ინვესტიცია რა ეხლა რაბანას ფასდაკლები აქვს არხის სპონსორობაზე თქვენ თუ ეხლა ჩადეთ ფულს შეიძლება წელიწადი ნორმალურ დაბალ ფასად რაბანამ გაიგეს ეს იმიტომ რომ შავი პარასკევი მოდის და რაბანა ყოველ წელს აკეთებს შავ პარასკევს ფასდაკლებას ჩვენთან ფასი იგივეა სამწუხაროდ შეაწეულია მაგრამ მიდით რაბანასთან დარწმუნებული არავის არ მოუდება ამ სიტყვების მე მადლობა מחარ გაიხარე სულ მაგას ვიძახე მაგრამ მაინც აქ მოდიან ჩვენი სპონსორია ბეცონ სპორტი დიდი მადლობა ბეცონს ჩვენი სპონსორობისთვის და გვერდში დგომისთვის და საერთოდ ანუ რო არსებობს ეს არხი ესეთი როგორიც არის ბეცონ სპორტის დამსახურება მოკლედ წესები არის ესეთი რა დავითა ოპერატორი უკვე ტექნიკურ დირექტორობაზე გავიცან პირზეკოსნის უკვე გაცილს რა ტექნიკური დირექტორი გახდა რასაც გამოვიცნობთ იქნება ჩვენი რასაც ვერ გამოვიცნობთ ტექნიკურ დირექტორს მიაქვს რაც არა დაკარგული ხო ჩვენ რაბან ვეცადოთ აი ეს სამი გამოვიცნობთ დავითას ჩემყავს აი ეს თვალს წაიგოს მას 12 წლიანი ის რაღაცა ვარ პირველი პროდუქტი არ ვიცი დავით აღვთ თუ არა კაც არ ვიცი პირველი პროდუქტი დავაი სუნამოებში ერკვევით თუ ბენი არის ეს ბასტო უნდა იყოს აქ ხა სულ სიგნეჩერ კაშმირ პეიპერ ბიჭო სუნი ამოდის შეჩემ ხო და მის სუნი თუ ამოდის არ ამგონია კარგი იყოს პატეტებს აქვთ ხოლმე ეგისა რომ ძალიან გაჟღეთილია აუ ბიჭო ამას ხა რა ბოზობაქის რაღაცა ყლეობა აქ 500 ლარიანი და ეს იაფიანი იქნება მანახე წამ შეიძლება დაგუგლა ხო შეგვიძლია რა ღირს არა გამოვიღე შეჩემ გამოვიღო ანუ შეგვიძლია დავისხოთ დაჟე ბოლომდე დავცალოთ და დავითა წაიღებს ჩემყლეს ეს საკმაოდ ისეთი ორიგინალური გახსნა აქ სურველა ვინ არის შეჩემ აუ შეჩემა ფერი მოყვა კოდი ხო და მაგას იმავშვები ერთ კოდი ეს თუ made in Turkey თურქეთი გამორიცხულია რა ახეთკენა აზვა ეს აქ დავით მაპატიემ არა მოგიწევს ამის დასხმა მომავალი ერთი წელი მუსგროუნ დეტოილეტ არის ვარშავა პოლსკი რატო აწერია აუ აზე ხარ რა დაპატენტებული ამას თურქეთი აწერია ამას პოლონეთი შეჩემა და არს მართლა რასუნი აქ იცი ტუალეტიდან რომ ანუ ტუალეტში შეასხავ დეზადორს ხო აი ეგ არის კაი ყურადღება შეფუთვა მოვისწროლოთ და სუნამა დავდოთ ფასზე მე მგონია რომ გეტყვი ხავ ერთამი აი აქ არის რა სადღაც რა მართლა ბიჭო 12 ლარი ნამეტანია რა და აი ამ შორის ფიქრობ 60-40 ლარის ფარგლებში ახე 39 და 99 ისეთი ფასია კაკრას რო იმისია შეიძლება რომ აი მარკეტინგულად გამოვიდა და ძალიან ბევრი იფიქრეს და 40 ლარი რო არის ფიქროს ხალხმა ქაშმირი და წიწაკი სუნი აქვს ამას შეგახსენებთ რომ ბოლოს შეცვლის უფლებაც გექნებათ ერთხელ. კი, 175 მგონია მე. აბა 39. არა, 39 ნამეტანი იმას ავქენია ხოლმე, მაგრამ აი აქ შეიძლება, ხო, აქ შეიძლება კი. მაგრამ ეგ არ გინდა, არ დაახურო, გადააგდო. არა, აქ ცუდი სუნი რა. მაგრამ აი
საღბო ოქროს ფერზე ეთქვა რომ არა, იმენა როგორ არის, იცი, თურქეთშია დამუშავებული იმენა და მე იქ ვიღაცამ მოდი პოლონეთიც მივარტყათო რა იცი. იქნება ვიღაც დაფიქრდესო ხო რა. ინფორმაციას გაეუბნებით რომ ეს არის პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები, უმაღლესი ხარისხის. როიალ კანინი ვიცი. როიალ კანინი. 40 ლარი. არ გეტყვი ხარ რა. 40-ან 60 ხის. უეჭვს ეს რაღაცას გეტყვი ხარ რა. პრემიუმი რო რამე არ ითვლება მაღალი კატეგორიის საკვებად რო იცოდე. მაგრამ ჩიხუახუას დაბალი ჯიშის საჭმელი მიყო ძაღლი მყავს. აი ამ კატეგორიაში. ნახე, ერთ წამი წონა 500 გრამიანია? ხო, აი. ან ეს არის 20 ლარი საგამოწმო. აქ არის სავარაუდოდ სადღაც აი ამ დაბალ საფასო კატეგორიაში არის რა. ან 40 ლარი ხის ან 20 ლარი. შეგახსენეთ რომ დაგემოვნებათ შეგიძლიათ თავისუფლად. კაი. არა, მადლობა, მე ყო ბავშვობაში რაც ვაგემოვნე. პრემიუმის მერე მოდის სუპერ პრემიუმი, სუპერ პრემიუმის მერე მოდის ჰოლისტიკ კატეგორია რო იცოდე და კაროჩე რა არ არის რა მაღალი ხარისხი რა რო რა. ხო და აი ეგ არ მახსოვს კილოღის 20 ლარი თუ 9 კილო რა. ხო. 9 კილო იღირება 19 ლარი. ან 12 ლარი რა, უეჭველი. ვაფშე ეს ავაციო შეჭამ რა ჩემყლეს მინდა. შენ ძაღლი ამას შეჭამ? არა, ჩემი ძაღლს ვაჭმევ იმას რა ქვია, 300 ლარიან საჭმელს ვაჭმევ ყველა თვე დედას ვიცავარ. და შეჭამ. მე ერთჯერად სუპერზე ვარ სამწუხაროდ. ეს არის სპაგეტის საკმაზი, დაიჭერ? დავიჭერა ბარას. სპაგეტის საკმაზი? ეს თქვენ მოახიეთ ეხლა? არა, ესე იგი მაგარი გამოსმული ის არის. ხორეკა არის. ეს არ არის. ჩაოლებრივ მაღაზიებში გასაყიდი პროდუქცია არ არის. ხორეკა ხო იცი რაც არის? ინფორმაციას. რესტორანში და იმებში მიდის რა. და შესაძლებელია, მანახე წამი ზვიგიან რესტორანშიც მიდის. შეიძლება, მოიცა წამი. იტალიურია? ეს არასდროს არა. ხო, ეს იმენა იმპორტირებული როა ეტყობა და აქ სადღაც ლილოში არასხავენ. აღწერაც რო ახეული virgin oil რაცა virgin ქალიშვილის ზეთია ნაჟური მოვათავსოთ კაროჩი აი ეს მგონია რა დაჟე უფრო ძვირი მგონია ეს დაჟე ეს მგონია და 175 ლარი მგონია ეგ მაგრამ რესტორანი არა აუ არა ეხა გეტყვი ეხა უყურე ეს ფასები აი 89 ლარი მაღაზიის ფასი ავай ბიჭი იმენ მაგრამ ეს რატო არის ამის ფასი 29 იმენა არა ეს რო რამე სუნამოები აი 90 თეთრი არ ეღირება რა ეს არის მაღაზიის ფასები აი ხო 99-ები რო არის კი ხო და ეს დაჟე ეს მგონია შეჩემა ეგეთ საკეთებს რაღაც ცილის ის ქვეყანა ფული ხომე არ მინდა რომ ის ფასი ედოს მართლა აი შეიძლება არა ის რო ედოს დედას ვიცავარ 500 ლარი მის წამან დავითა ვერ წაიღებს ამას ყოვზით გადმოვიღებ და ერთი 200 ლარისაც მე წავიღებ მე კიდე უკეთესი იდეა მქონა რასაც ვისაუდი მაგრამ არ ვიტყვი ხალ აი ერთამ მოვაწესოთ ყველა დივთი რა შემდეგ უნდა შემოგაწოდოთ დაუდე აუ არა ბიჭო ეს იმენა მაღაზიის ფასია რა აი აქ დავდოთ კაი შესვლის უფლება გექნებათ ბოლოს კიდე აი კაი შემდეგი არა ბიჭო 24 კარატიანი საკვები ოქრო ჩინო ეს ფურცლებია შეჩემა გახსენი ერთი წამი ამოიღეთ ერთი რამე გაითვალისწინე რომ ჩინეთიდან არის წამოღებული და შეიძლება სპილენძიც იყოს მართლა გეუნები დაჟე მგონია რომ 12 ლარი როგორი ფასია იცი ამისთვის აი просто რომ გადავთარგმნო ეგ მოჟნა ჭამა შეგიძლია შეჭამა აუ შემე ამა ოქრო გიჭა არა მართლა არა შენ შეგიძლია მიირთვა ეხლა ვიცი ცხოვრებაში კოკროს ჭამას დავიწყე და არ მეგონა რა ვიცი რომ იმდენი ფული გაქვს რომ რაღაცა ცხოვრების ეტაპზე უკვე ხო ხდები გადასული ხარ ეხლა გუშინ ჭამე მაგალითად ვაგიო ან ყლეზე კიდე ვაგიო რასაკეთებ შეჩემა ოქრო ჭამე შეისრუტე მე იყნოსა არაფრის გემო არ აქვს ხო სპილენძის გემო რა ჩაოლებრი ოქროს გემო აქვს ძვირი ეღირებოდა აუ 24 კარატიანი გეხვეწებით ჩინეთ 12 ლარი ღირს მაო იმენა გეუნები რა უეჭველი რა ეს აქ ნაყიდი იქნება შენი აზრით მაგრამ გამოწერს ტრაკი აქ ვერ იზავდა ხო ვერ გამოიწერდა ხო აი მაგ შემთხვევაში შეიძლება აი აქ წავიდეთ მაგრამ არა ან აქ 60 ლარი ბიჭო არ იქნება რა ძალიან მსუბუქი არის ხო ანუ აი ხვეწები რა ხა ეს 75 ლარში ვერ აი აქ მგონია სადღაც შუაში რა ეს 100 ლარი ხო არ ეღირება იმიტომ რომ არ არის აქ საუეჭველი ეს თუ ეს მოდი 60-ზე დადე და რამე ბოლოს გადავათამაშოთ რა დავაი 60 ლარი ვაიმე შემდეგი დამჩენია ვიჯო მაგრამ რა თამაში ნელა შეჭამე ცოტა იაპონური ტკბილის ნეკი
ამასაც იმ ჩაის გემო აქ. ენა რო ამოუსვა რო ვერ წაიღოს ვერავინა? ჰა? ოხ, შეიძლება ბიჭო. ეს რა არის ბიჭო? ხურძენი შეჩემა. ეხა კუჭი რომ ამეშაოს, ნებისმიერ ნატრებ და ტუალეტში დგომას. ცოტა ნელაქენი კადრში აი ეს დადექი შეჩემ ძღნეს მოჯო. ბიჭო, მიდი კაცო, შენი ძღნესაც ფასია ყვა. ეხა ამ ეტაპზე კი. ხვალე ჩემ ძღნესაც ფასი დაედო შეჩემა, იმიტომ რომ აუ, ძმამ რა კომბინაცია გააკეთა. შეიძლება კი არა და. გააკეთე მიდი აბა. ოპა, ეს ახლა ნანახე. ეხლა ეს რო რესტორანში წაიღო, ერთი 100 ლარს ხო დაადები ამას. დაუბრაგუნებ კი არა. მოკრო. ინა აბსოლუტ. ემენა კინოი. არჩის მაღაზიისა და აი კაკრას მაღაზიის ფასებში ვართ ზუსტად რა. აი ეგ მე გადავწყვიტოთ ჩვენ მაღაზიის 40 ლარის ფარგლებში წაიღე რა. აი დადი აქ რა. აი. ნამდვილი თმისგან არის აი ყველანაირი ინფორმაცია რომ მოგვაწოდა რაც კი არსებობს ბაზარზე. ეს ნამდვილი თმა? ჰა? ჯერ იმიჟელეთ არ ვიცი. აუ ამაში 500 ლარი გადაიხადე აჩიკო. უფრო ძვირი ცხის პარიკები. ბიჭო, ნამდვილი თმა, იმიტომ რომ მე ყველა ხელოვნური პარიკი მაქვს ნანახი რა. ხო, არა, ეს აშკარად ხარისხიანი თმა არის. რო რამე. იმე გინდა გავიდეთ და ის ხოლმე. გაჩერდი. ეცოთი რა. ოხ. ბიჭო, ისიც ხარისხიანია ძალიან. აუ რა მაგრა გიხტება რა და შეზი არის. და არის დაიკიდე. ანუ შენი ფასის არავინ არ არის აქ ხო იცი. შევხედე გაგო. ეს როდი შეიძლება? ეს თუ გამოდგა და არა ბიჭო ეს ვარი გადაიხ. რო რამე მართლა რეალურ თმას გავს რა. აი ხელს რო კიდე მოხდება და ერთმანეთს ეწება და ეს არ ეწება. არა ის იმენა პლასმასია რო უყურებ კაც ვაქიდან. რო რამე ეს შესაძლებელია 300 ლარი ღირდეს. ო არა ეხა შეიძლება ხო. პარიკების ფასი შენიცი. ის თავიც რაც არის დაკრული ბევრად ხარისხიანია შეჩემა. ესეთები არავის არ აქვს ეს პაჟები თვითონ ეს. უი ნახე რა კარგი ივითაა გაკეთებული. ხო და აშკარად მიწებებული არის. დადი აი აქ დადე და მე გადავწყვიტოთ რა. აუ. სულ ნერვობ რომ ყველაში ფული ხوار გადაიხე რა. ეხა დაწვევ რა 500 ლარი. ეს მისი ჯიბიდან ხო ალბათ ან დაუქვითავ ხელბასიდან. ყურადღება. აუ, ლიმო ისა? ის ლიმონჩელო. ლიმონჩელო არის? ლიმონჩელო იქ და 50 ევრო თვითონ იტალიაში რა. ეს ნახდათ იტალიურია? კი, ეგ არის. ლიმონჩელო ღირს და 50 ევრო და ძალიან დედამის ასმელია. ეს ხო არ არის 500 ლარი. ხო გამასინჯეფე? შემიძლია გავსინჯოთ. ეს ჩიქა თან ეს 17% აქ შეჩემა ალკოჰოლი? ისა მართლა გეუბნები იქ რო სავდი ესო ძალიან გავიგე მაგრამ მე იქ გადაიტანე. დამალევინა შეჩემა ქუჩა ეს ნეაპოლში ამდგარი დავდიოდი. შველის ხო? შველის რა შველის? იმპოტენციას შველის იმპოტენციას არა მაგრამ მეგონი ერთჯერადად აკეთებს მაგ საქმეს და 17% ალკოჰოლი აქ შეჩემა. ამით ხალხი თვრება? რა კაი ხმა აქ პატინჩიკას ნახულსკენ. მიდი. მე გამოვყლევ. კარგი מחარ. ამით რა შემიძლია ვთქვა რომ აი ზეთო შეგიძლია ძალიან მარტივად. რა ტკბილი გემოაქვს რაღაცნაირი ბიჭო. არა მოდი არ ჩაციოთ კამერა. ახალ გაბარსული ხარ. აუ რა თესლი ხმა აქ ბიჭო. ია, ჩვენი YouTube-ის დასრულს ეხება ესეთი ხმა. ყურადღება, მოვათავსეთ რა. ეს რაღაცა შეიძლება აქეთკენ იყოს რა. თან მაღაზიის ეს შეიძლება ბიჭო, მაგრამ ეს ამას რა უყოთ მე. აუ გეუნები ისეთი ყალი არის. ესე იქნება. მე ნახო. აღდგე. იმას ჩავახჭობ შიგვე. აი თუ ამაში ხარ ბიჭო. თან ისა რა ქვია? რაცო ძვირიან რა თქვენ შეგიძლიათ დაიტოვოთ. ასეთ რაც მინდა რომ დავიტოვო. ეხლა წარმოგიდგენთ 500 ლარი ანემოს. აი ეს პოპკორნი 500 ლარი ძილეს, მაგრამ ეს შევაჭრობ პრაქტიკა და ქნე ჩავბერავ შეჩემა. ეს არის სასაჩუქრე მაკარონის სეტი. აუ ეს იმენა იტალიური ერთი დარჩა შეჩემა ის. ერთი დარჩა ის. ანუ აქედან 500 ლარი რაღაცა ღირდა.
და ეს არის რაც ღირდა 500 ლარი. ვანახოთ მაყურებელს. ანუ ჯერა ბიჭო, რა სიძახი. ეს რანაირად ღირდა 500 ლარი ბიჭო, მაკარონი? იმიტომ რომ არ მიყვარს მაკარონი, რაღაცნაირია. სპაგეტი. ნახე იმეში მოკუჩურთმებული სპაგეტი გინახავს ბოლოს გამიცე. მაყურებელს ვანახოთ. მოკუჩურთმებული, მოჩუქურთმე. მოიზუმება? ეს ნახე. ეგ ცოტა ზვერიანი კატეგორიის საკვებია კი ბატონო და 300-ზე მეტი არ ეღირებოდა რა. მოსტა არ მჯერა რომ ეს 500 300-ზე მეტი არ ეღირებოდა. მაგრამ ბიჭო, ერთი დარჩა ხო? მოდი ეს დავდოთ იქ და ის ერთიც მოვიდეს. ეს ხედავთ იდეაში რაც არის, მაგრამ აგერ დავდებთ 500 ლართან და ბოლო ნივთი. პლასმაშია? არაფერი დიდი. ეს გონ დიდ ბრიტანეთშია, იცი, დამზადებული. აბა ამ ხელაბოთული საქართველოს სად არის შეჭრა? ამაში ეგრე ღვინოს გააქანებდნენ დურთან. ამაზე ერთ ინფორმაციას მოგცევთ, რომ ორი ფუნქცია აქვს რა. სახურავზე გამოჭრილი არის. უბრალოდ მარტივად იჭრება და ყულაბად გამოიყენება მერე, კი. აუ, ეს ყულაბა? გამასიჯე შეჭრება. კაი. არ დაცალოთ, იმიტომ რომ გამარჯვებულს მიაქვს სახში. არ დაცალოთ, მაგრამ მეგავსინჯავ ცოტას, იმიტომ რომ ინტერესებს. ხეს გუშ ლუკაჩო. ბიჭო, ეხა ერთი ინფოს მოგცემ. ანჩის რომ ამის გასინჯვა მოუნდა, ფასი იცი სამისი. რატომ მოუნდა ამისი გასინჯვა? ესე იგი რაღაცა ბევრი აქვს მიცემული ფული და აინტერესებს რამდენად ღირდა მაგ ფულის მიცემა. ეხა მაკარონს ვერ დაამზადებს აქ. ახარ. კარჩე. ჩვენ ისეთი პროდუქციები, რომელსაც ხრებით თავდება, ჩემი აზრით, მაღაზიის პროდუქცია უნდა მივაგდოთ რა. ჩვენ შეგვიძლია ერთხელ ვთქვა, რომ რამდენია სწორია, ხო? ამ ფორმატში არ. რამდენია სწორი გუთხარი, შეჭება. ხალ გეტყვი. აი. მოვათავსოთ. საბოლოო ადგილები შეუსაბამოდ ყველას რა. ახარ. ეს 500 ლარი არ ვიცი რა. არა შეიძლება. აბა სხვა რა ღირდა. ათმა. სუნამო აი 76 ლარზე მეტი არ ღირს, აი თან ისეთი უცნაური ფასია, მე სუნამო გამოსწორდებოდა რომ 500 ეღერება წავიღო რა. მართლა. კაი, არ ფორმაში დადგა. ეს თან ლიმონჩელო მაგდალეული 12 ლარია, ეგ ღირდა. ეს 75 ლარი არ მგონია რაც მოურა. აბა შეიძლება ეს ოქრო ძვირიანი იყოს. შეიძლება. შეიძლება რა. ეს ხო შეიძლება. ხო. დავაი გითხარი რამდენია სწორი? დააფიქსირეთ? ხო. ხო. მათემატიკაში იმედი. ყურადღება. სწორად ეხლა დევს მხოლოდ 2 ნივთი. რომელიც თქვენ დაგრჩებათ. ძალიან. კაი, რატო დაყარე შეშო? მოიცი ხო ფიქრო. აუ ბიჭო, ეცი რა არის? შეიძლება გადავალაგოთ ეხლა და და ვაფშე აღო ის ორიც არ იყოს სწორი. ეს პარიკი ამდენი ღირს თვითონ. ხო, შეიძლება აქედან არის ორი სწორი ხვდები. ხო. აუ ეს უნდა მოთუ აი ამაზე მეტი ღირს. არ შეიძლება ეს ღირდეს. დიხოთ 219 დატევა. ეს ვფიქრობ მე შეჩება. მე 300 ლარიანი დუხი იქნება რაღაც თუ ან შეიძლება ესე იყოს. და შეგვიძლია რომ რამე პროსტა გადავანაცვლოთ ეს. ეს დევს სწორი უეჭველი. ეს უცნობია, ეს 24 კარატიანი ის. არ მგონი ამაზე მეტი ღირდეს, ესეც ბევრია. ამის ტრანსპორტი 40-ზე მეტი არ დაждდებოდა. მოდი შევცვალოთ. ეგ აქეთ გადმოდი და ეს გადავდოთ აქეთ. სულ რაღაცა ის არის, არ მგონია მეტი ღირდეს რა. ან ნახე სუნამოს ფასი 99 თეთრით არ დასრულდება. ხუთა ხვდებით მაგაზე. ან ეს არის ამ სუნამოს ფასი, ან ეს იყო ამ სუნამოს ფასი. ეს რა უკნა. მიდი დავაი. დავაფიქსიროთ რა საბოლოოდ. დაფიქსირე და საბოლოო პასუხი? მიდი. ამ მოცემულობით სწორად გიდევთ 2 ნივთი, რომელიც თქვენ დაგრჩებათ. გითხრათ? მივყვეთ თავიდან რა და თან მოგილოცავთ, იმიტომ რომ რაღაცა ნივთი. შეიძლება შევცვალოთ. არა, შეცვლა აღარ შეიძლება. ყურადღება. ბოლო შეცვლის უფლება იყო? შენთანაა? უნდა არის შეჭრა. თქვენ მე მაგას ვერ ვიკადრებ, მაგრამ თქვენ გრჩებათ ძაღლის საჭმელი და ესაა. ნომერი, პირველი ნომერი თქვენია, გილოცავთ. აუ, მეორე ნომერი სამწუხაროდ
თქვენ დაგჭათ, გილოცავთ. ისიც ხო? სწორად გამოვიდა. შენი არასწორი იყო? დარჩენს მივყვეთ ახლა ფასებს. დარჩენი ყველაფერი მიდის დავითასთან. ჩვენ ტექნიკურ დირექტორს. დავით, მე დასადაბამიდან ძალიან დიდ პატივს ვქცევ მართლა და რო შემოვედი განსაკუთრებული ის დამიტოვე. მართლა შენი არ არის. მახარ, შენი არ არის. მე მახარ. ახლი შეჩება თუ. შეძმობას ფიცა ვარ, მაგარი ჭუჭუ ხარ. ანუ ის ხვიჭი ბევრად ჯობია რა, მართლა რა, რომ უყურებ, მართლა რაღაც მინდა რომ პირადი ურთიერთობა დავამყარო და სხვა იმაში გადავიდე, მიხვდი? აი, მივყვეთ. ფასები გაინტერესებთ? ხო, არა. 39 ლარი, ლიმონჩელო გადმოდეთ. აი, ეს ღირდა 39 და 80. აბა ის დედა მატყუებ და იქა შეჩება? პოპკორნი მან დარდევს, აიღეთ რა, ისი თავის ადგილზე დავუდოთ ყველაფერი ის სნექი. აი, დადე რა, რა სათამაში ფასი. 60 ლარი ოქრო დადეთ. ხო, აი, უეჭველი ვიცოდი რომ ძვირი არ ღირდა რა. 76 ლარი რაღაც უცნაური соуსი. ეხო გვედო მან ბიჭო. რა, ამაზე გვედო, წეგალო გაკეთე. არა, მგონი აქეთ გვედო ჩვენ. 99 ლარი პოპკორნი მოათავსე. ასიცახი. 175 ლარი. სუნამო. აუ, ეგრე არ გვედო? მე ერთი წამი ბიჭო. ეგრე არ გვედო? ჩაგვიდეს შეჩება. 299 ლარი. მაკარონის სასაჩუქრე. ეს ხო. და აქეთ ხო. არიქი იყო 500 ლარი. არიქი იყო 500 ლარი, რომელიც 400 ლარით მომცა. ესეთი შედეგი დაფიქსირდა, სამწუხაროდ გამაზეთ ყველაფერი. ზაღლი ხო არ ყავს რაბან? ყავს, მაგრამ არ ვაჭმევ ამას. კაი, მაყურებელს მინდა ვკითხო, ეს ფორმატი როგორ მოწონთ და 10000 ლაიქს ეთვავა ეს ვიდეო. კიდევ ერთხელ ნახავენ מחარას ესეთ სახეს, იმედგაცრუებულს და სხვა სტუმართან ერთად. იმენა აბსოლუტური განუკითხავ. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ამ გადაცემაში არანაირი სტუმარი არ იციან. ისიც რო გავხსნა და მოისხარგინა ბარე. შეიძლება გავხსნით რა, გვაინტერესებს მართლა რა, ადამიანურად და მართლა. ბიჭო, გავაჭმენე. ეს რა არის ბიჭო? დააფარე, შეჩება. ეს იქიდან უკრაინიდან რო ჩამოხვედი, ეს წამოიყოლე შეჩება, იმენა ის აქვს, თავისი ის აქვს. რა ქვია იმას ბიჭო? მაგ ის არის ანჩოუსის соуსი არის და დააყურე მაგის დე. ცა, გთხოვ უსუნი, გთხოვ, ძმოუზავს. აი, ძალიან ოდნავ, აი, გააკეთე და გადი. ეს რანაირად ღირდა ბიჭო 100 ლარი. ამაც ვიცი ხავს, რა არის გემრიელი ბიჭო? როც ხელდება გემრიელი. 76 ღირდა ეგ. გინა 76. მახარ, რაბანას არხის რეკლამა გავაკეთოთ, მოდი. არ არის საჭირო ბიჭო. რატო უნდა უყუროს ხალხმა რაბანას? ბიჭო, ეხა აი, ხას არ ამოვიღებ. 100 ავდივარ მახარ. ნუ მინდა რომ ავიდე. იმიტომ უნდა უყუროთ, რომ გულწრფელ ადამიანებს რო ეძებთ YouTube-ზე და გონიათ რომ ვიღაცებს რო უყურებთ, ისინი გულწრფელები არიან. რეალურად თქვენ ბექგრაუნდში არ იცით რა ხდება რა. ძალიან ცუდი ადამიანები არიან, მაგრამ რაბანა უბრალოდ სუფთაა. ცხოვრებისეულად თან დამბანილი არის. წეღან დროს მოვდიოდი მართლა განსაკუთრებულად ჩავიბარსე და მოვედი აზეთილი. მარტო გადაწყვიტა რომ მიეღწე იმისთვის რისიც შეეროდა რა და ნელ-ნელა ამ ყველაფერს აღწევს. აიუთ ახლა რაბანას სჭირდება გვერდში დგომა ჩვენი. მე არ გეუბნებით რომ ძალით უნდა უყუროთ. უბრალოდ გადადით სპორტული, ადამიანური და სხვა ინტერესებისაც გაქვთ, ჩართეთ ვიდეო, უყურეთ და მე პირობას გაზრდოთ რომ დადებითი ემოცია თქვენს გაგიჩნდება და თქვენი საყვარელი იუთუბერი გახდება რაბანა, როგორც ჩემი. გამოიწერეთ რაბანას არხი. დაალაიქეთ ეს ვიდეო. დავით ტრაქში შეიყარე ეს მაკარონები. მაგრამ ეყარა. მე ვწუდა თავად შეჩემა ეს მაკარონი მინდა. ამას ხო ვერ გაყიდი. კაცია. კაცი. მომზადე შეჩემა. 50 ლარს ვიყიდი. არა, ის აუ შეჩემა ეს 50 ლარს ეს რაღაცა აშკარად. ჩვენ პარიკი უნდა წაგვეყო. 50 ლარს ვიყიდი ამას დავით. დავაი. გავით, ой, 40 წეღანი იმენა ამოვისვი. თელი ვაზელინი წავისვი. პარტია კი აზელინი ჩამოვიდა, მაგრამ წეგან გაყიდა. წეგან გაყიდა. დაგირეკავდა. დავით, უჩევში რო გაკოცო? დავით, არც მაშინ არ გამოეკო. არა, არ მინდა, მართლა, პროსტა იმაში. მაცი გაჩშულია კამერა, თქვა ხა მე? არა, არ მომის აუქციონი გავაკეთე. 50 ხო იხდი შენ. ხო. შენ რამდენს ამაში. ფულია აუცილებლად გადასახდები ბიჭი. ან სხვა რამით რომ გავაკეთო ეგ მომსახურება, საერთოდ რამდენი კაცი ხართ? გაგიკანჭავთ. გეყობა თვითონ ძიდოჭიკა.
დავით, მე პირდაპირ გეუნები ძმაო, რომ იცოდე რომ კაცობა არ იყიდება არანაირ მაკაროზე. 70. 80. 90. 100. 100. 120. ხო შენ ხო იცი რაც უნდა უთხრა მაგას. 130. დაფიქრე. 140. იყიდა. ოღონდ მე უნდა ხედავდე რომ ფული გადაიხადა. იმიტომ რომ მარტო ის შეჩემა ღირს 150. არა, всё, მორჩა. ვიც არის? არა, ვიც არის მეგობრებო? ახლა დაარტყიო, ხო თქვი? მორჩა, всё, ხო მორჩა დავით. მეგობრებო, ვიც არის ცით მე ზუსტად ვიცი מחარა რაც და სპეციალად დაუწია ფასი რომ იმ ბიჭს ცოტა მეტი შეხვედროდა, რადგან როგორც მოვედი, საუბარი მიდიოდა რომ სამი თვე ხელფასი არ ქონდა ადამიანს აღებული, რომლის ვალდებულებაც აჭის იყო. მოიცა, ამაზე არ მithქვია, მოიცა ბოლოს უნდა მithქვია და დამოვიდა რა. კარგი კაცი ხარ. ყურა, מחარ. მე მივხვდი რაც შენ გააკეთე და რაღაც ვიტყვი. 50 ლარი და არ გაყიდა და 150 ჩაგარეს. ეს ამ პარკზე ინფორმაცია ისედაც მივხვდით ალბათ, მაგრამ ეს არის ბუნებრივი. მე მეუბნეოდა რომ ეს არის מחარ. ბუნებრივი თმისგან დამზადებული, ანუ ბავშვების თმისგან არის დამზადებული და სპეციალური მოვლი. ბავშვების თმისგან. ეგრე მითხრეს. შოი ბაზრი და მოიტანე. რა ბავშვის თმისგან არის დამზადებული. ეგრე მითხრეს ვართ. ხელი როგორ შევახეს საერთოდ ამ ბიძურა. ნამდვილ რა ხდება ბიჭო? სად ნახე ეს? ნამდვილ ბავშვებს თმებს უზდიან. აჭრიან. ეგრე გითხრა რომ ბავშვის თმებია. ეგრე არის, რო იჭრიან ბავშვებს დაბარებენ. არა, ამ ქალს არა რა ეგონა, იცი ამ ქალს გინდა გითხრა? აფთიაქში ჩადიხარ და ბავშვის საპონია, უნებელია. და ალბათ რაღაც მან წავიდა და ბავშვისა გენაცვალე სუფთა არის. სოფლის ძერო არის. ხო იცი, დაახლოებით მაგ ვიმაში გაიგო. ვიდეოში უნდა თქვა, აჭიკო წეგარი მეძახდა პროექტი ხარო კაცს რა უნდა წაიღოს და რამდენად იყიდიათში? ანუ 140. არა, რა მნიშვნელობა, რატო იყიდე კაცს რატო არ გაატარე? იმიტომ შენ მიქონდა 50-ად, არა. ხო და რომელი ჯობია? კიდევინა. 50-ად წაიღო აგეცა. მე და ეს კაცი ხო ლაპარაკობდით. ერთ წამი. ჩემი დედა ატაკერანდეს ალაპარაკი. მეტი სარგებელი მიიღო თუ არ მიიღო დავით? არა. 50 ლარს 140. შენი გადმოსახედიდან ეხობა იყო. ჩემი გადმოსახედიდან იყო 50 ლარად რომ მიქონდა 300 ლარიანი ნივთი. და 150 кайფასია? შედარებით. შეკუ არა გაგვიტანო. მოვამატებ დავით. დავამთავრებინეთ რაღაც სვამა. ნამდვილი თმისგან არის დამზადებული. დავითას არაფერი შეარჭირდება. ბავშვის თმისგან ნამდვილი ბავშვის თმა არის. დავითას არაფერში არ ჭირდება და ეხა მაყურებელი ვინმე თუ უყურებს და უნდა პროსტა 500 ლარიანია მართლა რა და ვინმეს თუ უნდა 300 ლარი 470-ად მოკიდი. მაგრამ სამი ბავშვი გამოაკელი. ათი ბავშვი იტაჯებოდა ამის ასაწყობად. წამოწემა. რაც მოვიგე. რა მაგარი დესკრიფშენი აქვს. ეს ყოიდო იმ კაცის თმა, კალიტო და ბავშვების და ამან მაიტაბრები უხარისხში გადავიხდი პულსო. აუ ეს აჩაჭმა იყო. ვაჰ, კაი, ცოტა მომასვენით ჩემი კარგი.